მეგობრებო, ჩვენი TikTok არხიც გამოიწერეთ. აი ესეთი ლოგო აქვს და იარაღის განხილვა ზურა კვანჩ აწერია, მე ქართულად იარაღის განხილვა. შემოგვიერთით აქ პირდაპირ ჩართვების გვექნება, საინტერესო ვიდეოებიც დაიდება, ხოლო TikTok-ისთვის, ასე რომ რაც უფრო ბევრი ვიქნებით, თან გამოიწერეთ და არხსაც დაეხმარებთ ამით. ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ფორდილერი. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამოწერება კარგო ხარხნო. გამარჯობათ. მე და ბატონი ირაკლი ვართ ისევ. ბატონი დავითი არ გახლავს რაღაცა მიზეზებისა გამო სკოლა დაიწყო, სკოლა უბრალოდ და სწავლა და ასე შემდეგ. ჩვენ ყოველთვის მაგის. ბატონი ირაკლი არის ბატონი დავითის ძმა, ჩემი უფროსი ვაჟი. ჩაიდან იმას დაიკვნესა. ამაში გვიყრია კუნელი. მოკლედ კუნელის ჩაიზე არ ვაფოთ. ირაკლი ჩვენი გვარი საიდან არის? კი, ცხინვალიდან. აი ცხინვალიდან. მამა ჩემი იყო 1924 წელს დაბადებული და იძახდა რომ ცხინვალშიო ჩემ ჯეელობაში სადღაც ერთი 20 წელისა რო იყო. აი მანამდეო ცხინვალში ცხოვრობდა ერთი ოსიო, იყო ნალბანდიო რა, აი ნალევსო ცხენებს აჭედებს. ჩამოდიოდნენ ხოლმე ოსებიო მთიდანო და კვირაში ერთხელ ბაზრობა იყო ეგეთი წოპიანი ქუდებით, რიმითი რა ქვია. ჩაყოს რო ეცვა რაღაც ტყავის ეგეთი რაღაცა უსახელო რაღაცეები და ჩამოქონდათ კარაქი, ერბო, მატყლი, მოკლედ რა მთაში რაც იყო, ჩამოქონდათ ივაჭებდნენ მე მიდიოდნენ. ბავშვობაში მე ძალიან შეეთავა ცხინვალში ნამყოფი და ცოტა ოსურიც ვიცოდი. რა ვიცი, ეს ოსები და ქართველები ერთად ცხოვრობდით ნორმალურად. არავის არ უთქვია რომ ეს ოსია და დამპალიანის ქართველია, ჩემზე ვიღაცას ეთქვას. მე რო უკვე ბავშვი ვიყავი, მაშინ უკვე ოსები ცხოვრობდნენ ცხინვალში. მაგრამ აი ეგეთი რაღაცა რომ მოდი აი ერთმანეთში ცოლიც მოყავდათ, დანათესავებული იყვნენ კიდევაც. ამხანაგი მყავდა ოსები, რავი, ცხინვალში ცხოვრობდნენ და მე რავიან ღორიშვილმა რუსებმა სულ ყოველს გონება გადაუტრია. ჩვენ ვერ წავალთ მანდედან, ჩვენი მიწა უეჭველი, განამარტო ჩვენ ვიცით მაგათაც იციან. ხო და ეგ მაინც დაბრუნდება თავის ადგილზე სულ ყველაფერი. ეხლა ეს ამბავი რატო დავიწყე? ჯეელობა მეთქი ცხინვალში მაგ გატარებული რა, ის ყველაფერი ვიცი. ეხლა რომ გამიშვალ თვალდახუჭული ვიპონი ყველაფერს. ბავშვობაში ზაფხულობის სკოლა რომ დამთავრდება ხოლმე იქ ვიყავი და იგი ირაკლი და მამიდა შეის ქმარი ცხონებული ზურა. მაგარი კაცი იყო. ხორცაყიდი და ხოლმე. წამიყვანდა ეს ხორცაყიდი და მე რაღაცას თამაშობდი, თან კომუნისტები დროს წარმოიდგინეთ, უცებ რა. ხო და ამას მოამთავრებდა, მე ამ ხორცს წამოიღებდა და ტაფაზე მიწოდა ხოლმე მწვაც რა. აი მაგის გემო არ დამავიწყდება, ირაკლი. აი ხო შამპურზე შემწვარი მწვადა რაღაცა. ეხლა მე ცოტა ქონიანი ავიღებ, რომ მიყვარს რა. ხო და მაშინ ბავშვი ვიყავ და არც ერთ ბავშვს ქონიანი არ მოწონს. ეხლა შე რაღაცა ბავშვი ხარ? არ ვარ, შე რაღაცა ბავშვი ხარ, ბიჭო. ხო და მაგას ვიძახი, არა, ქონიანი არ არის. არ უბრალოდ ქონიანია. ხო და რახან ბავშვი ვიყავ, მოხონდა ხოლმე სუკი და წვავდა ამ სუკის ხორცს ტაფაზე. აი ეს იყო რაღაცა რა. მილიონჯერ მიჭამია სხვანაირად, რავი, შამფურზე შემწვარი, იმაზე შემწვარი, მაგრამ აი ეს გემო, მე მინდა რომ ხა შენ გაგასინჯო რა. ეს გაჭერი შუაზე ხელზე არ გადამატარო თხილად ქენი. აი ეგრე. ხო და მინდა თქვენს გაჩვენოთ რა. ხორცს დაჭერით, აი არაფერი არ უნდა. ოღონდ აი კარგად დაჭეხეთ ეხლა ეს ხორცი. მე ჩავჭერა. ნიკო ძიამ გამოგვატანა რა. თბილისში არის აწყურის 20 ნომერში ყასაბია. ხო და იმის განო ყიდულობთ ხოლმე და მეთქი ნიკო ძია მოიტამეთქი რა ერთი დანა ამას ისაქეთი რა ქვია. დაგვიჭერი მეთქი და დაგვიჭრა. ამას უნდა მარილი ტაფა. შავი პირპილი აუცილებლად ხახვი და კეთილებული, მეტი არაფერი არ უნდა რა. მოდი ეს ხონიათ კითხვი. როცა ტაფაში შამპურზე იწვება, ყველაფერი ეს ქონი ჩამოდის, დაბლეჩადის, ქოლესტერი არ აქვს. ტაფაში ქოლესტერი აქვს. ვისაც ქოლესტერის გეშინიათ და ტაფაში შეწვა გინდათ, ქონიას ნუ აიღებთ, აიღეთ. ჭლე. სუკი. ჭლე არა, სუკი. ჭლე ბარკლისაც არის მისგან, არაფერი არ გამოვა და
ის უგემურია. ხო რა. მოკლედ აი ესე, ხლამას მე მალის მივაყრ მოვაყრი და ამას იცი რა მუღამია აქ. ჩვენი გვარის ეკლესია იყო, უბანი იყო. ცხინვალში, რავი, ცხინვალელები ხართ, თუ ვინმე ხარ ცხინვალში ან ნამყოფი ხარ. გვარის უბანი? უბანი იყო, კვანჭახან უბანს ეძახდნენ. და ჩვენი ეკლესია იყო იქ. სალუცა. აი, ვინც ცხინვალი, ხო, კვანჭახან ეკლესია იყო, აი, ვინც ცხინვალი იცით. უბანი იყო ესეთი. ებრაელები ცხოვრობდნენ, სულ გრძელი ქუჩა იყო და ქუჩის ბოლოში იყო ეკლესია. ძველი ქალაქი იყო, ჭიაკოკონება იმართებოდა ხოლმე. ისეთი აი გეუბნები, ხალები დაირაზე უკრავდნენ. ცხინვალი, აი როგორ გითხრა, ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, მაგრამ სხვანაირი ქალაქი იყო, აი ქალაქური ცხოვრება მიდიოდა. განა ვიღაცაზე მეც ვიძახე, ფოთში ქალაქური, არის იქ სხვანაირი ხალხი იყო და სულ სხვანაირი, ეს სულ სხვანაირი ხალხი იყო. განა იმიტომ რომ არ ვიცი ალბათ რა ისე მაგონდება ისინი, აი ნამდვილი ქალაქელი ტიპები იყვნენ. აი ქალაქური ცხოვრება მიდიოდა და სამწუხაროდ ვერ მოესწრება. არა, მიწადის ჯანდაბას წაიღეს. არა, წაიღეს ეგ ყველაფერი დროებით, მაგრამ ხალხი დაიფანტა რა, ის ხალხი დაიხოცა, ის რაღაცა ჩაწყდა რა. ღმერთ მახანას ვინც ხინვალელები იყვნენ, ის ხალხი დარჩეს. და ის ყველაფერი თუ უკან ცოცხლები დაბრუნდნენ, ის თაობა ვინც იცხოვრა, თუ არა იმიშვილები ნაღდი უკან დაბრუნდებიან რა. აი ეს გემოების მუსიკა იყო თუ რაღაცა, მე თოვლი მომივიდა, სულ მოდიოდა ხოლმე რა და მთელი ქალაქი გამოდიოდა, სულ ციგაობდა. ამიტომ ბატონო ირაკლი, ეხლა მე მოგონებებში გადავარდი, ამ ხალხს სულ მოგაწვდიან დაფას. ხა? დაფას მოგაწვდიან. და ოდა ბატონის ზურას რეცეპტით ზურა იყო გვარას ბერუაშვილი, რავი, თუ ვინმე ცხინვალელი ხარ და გაგიგონია ზურა ბერუაშვილი, კაი ხნის წინ გარდაიცვალა, ხონებული. აი იმის რეცეპტით მინდა გავაკეთო, აი ეს. ვაგეთ ხორცს ჩატვირთავდა და ზემოდან დააფარებდა ხოლმე სახურავს. ეხლა ეს არაფერი? ჰა? არ ზეთი უნდა არაფერი? არა, ზეთი. აუიცი. ვითა ეს გამხადე? შენ ნელ-ნელა ისავლე რა. იმიტომ რომ დაბრუნდები ცხინვალში. კი არა, რომ დაბრუნდებით. აი პირველი მე ერთ მამიდა სახლი დაუწვეს. მეორე მამიდის სახლში ოსები არიან შესახლებულები. მონა. ნახოთ რა ვინ ვის სახლში შესახლება რა. ხო იცი, ისიც იმის ვინც ბოლოს იცინეს. შახაბასაც ეგრე ეგონა ღორის ნაშრომს, მაგრამ ჩვენ ავართ. ეგენი სად არიან? მოგეთ, მეგობრებო, ეხლა ეს ჩვენს გაუშვებს. შენ რომ მითხარი, ზეთი არ უნდა, ეს ხო ქონიანი ხორცი ყოს, ქონი გადება და ჩადება დაბლა. ხორცი თავის ეს ყველაფერი და მოიხარშება. მე გადმოვიღებ, გადავატრებ და შავი. პილპილი ქონდეთ აუცილებლად ამას მეტი არაფერი და ხახვი. არის გემრიელი და სხვანაირი სურნელი აქვს, ის გააკეთეთ. მოგეთ, შეიწვება და ვნახოთ. ეხლა იმას ვიზავ რა ქვია, ესე იქნება. ახვდი და დრამატულ მომენტს გაჩვენს ეს გადატრიალება და შეგიდან როგორ უნდა გაუშვას წვენი და რა ფერი უნდა გახდეს ხორცი და მე გავაღწევთ. და ეგ ბატონო. კი. მეგობრებო. და ირაკლი შენს გეუბნები. ხედავ როგორ გაცემა. არა ფერზე დადგა. ეს რაღაც მომენტში უნდა გადაატრიალო, რომ ძირი არ დაიწყოს რა. ხო, ახლა ეთყობა. მე რო ხორცი ჩავალაგე, ხო ნახე რომ ძალიან გადატენილი იყო და ეხლა ძვირი. ეს ქონი რო გადნება. დაპატარავდება და აფაში კარგად ჩაეტება. ანუ შეწვის დროს რომ გახდით, ხო, კარგად რომ გათეთრდება. მე გადაატრიალეთ აცადე და დრო ატრიალებთ ხოლმე. სახურავი არ ახადოთ. უკვე რომ პატარაზე გასინჯავთ, რომ შიგნიდან უკვე კარგად არის ჩახარშული და ძვლამდე არის ჩასული, ეს თუმცა ნეკნიც არის ამაში. და მერე უკვე შეგიძლიათ სახურავი ახადოთ, ეს ყველაფერი მოიბრაწოთ. თუ სახურავი ფარები ეგ არ დაიბრაწება. აი, აბა მოდი დავაცადოთ. მაშასე მეგობრებო, ეს უკვე კარგად გემრიელად ულოკალფეჯია. ამას ისეთი რაღაცა ჭირს, არა, ჩვენ დახვეწავთ, არა.
ფეჩი როგორ ღუმელი, იქ უფრო ცხელია, ვიდრე აქეთ რა. ამიტომ ცოტა ჭი. აი ეს. ხმაჩაო. აი ეს მდგომარეობაში რომ მივა, მე როგორ შავი პირპილი უნდა მოვაყაროთ რა. პირპილი დააყარეთ დაუნდობლად. ესე. კრამას აურევ. ეს როიცოთ ეს მწვადი არ არის, ამიტომ ზოგადად მავანმა შეიძლება თქვას, რომ ეგრე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ აი ესე უნდა ყოფილიყო ზუსტად. არა ხო, სუნწყე გაუშვა და საკუთარ ფონში იწვედა. ამიდა ჩემი ხმარი მეთქი. ზუსტად ესე აკეთებდა და აი ეს აფა ნახეთ რა, აქ წვეტები აქვს, რომ თუ რამე დააგროვდა, ეგრევე. წვეტებიდან შუაში წვეთავს რა. საბუთალოზე არ ეგეთი მაღაზია, ქვია გრილი. ხო და იმ გრილმა გვიფეშკაშა რა, სხვათა შორის მაგარ რაღაცებს და ყიდის. ძვირიგია, მაგრამ სამაგეროთ არის ხარისხიანი. ასე რომ გრილში მიბძანდით. ხო და რავი, აი დიდი გრილებიდან დაწყებული ესე ტაფები დამთავრებული, ყველაფერი აქვთ. მოკლედ, ეხლა ხო ნახეთ, უკვე რომ ჩაიხარშა, ზემოდან მოვაყარე ეს ისა რა ქვია. შავი პირპილიც. მარლი მანამდე მქონდა მოკლე. ეს თუ ყველაფერი ხო მერი არ მოვაყორთ, იმიტომ რომ როცა ცხელია, მაშინ უშვებს ეს თავის წვენებს და არომატებს და უნდა შეერიოს. დაახოვდა ხანდა ეხლა ამის გაკეთებას მთლიანად. ჯეროს რომ მოიხარშოს, ჩაიშუშოს. ეხლა 1-2 წუთი იქნება, ამას ავხდი. და უკვე ღია ცეცხლი გავაკეთო, რომ უკვე დაიბრაწყოს. ოქროსფერი დაბრაწულობა გაიკეთოს, ამას განახებთ. ეს ხახო კიდე გავაზრდებული მავს. მოკლედ ეხლა ეს გაკეთდება და გავაგზავნოთ გადახება. ბატონო ირაკლი. ეს ახტილი ხო იყო? კი. დაიბრაწყა უკვე. ალაგ-ალაგ შეიძლება. ხო, დაიბრაწყა რა, ეხლა აუცილებელია რომ დაბრაწყო. წუნიანიც უნდა დარჩეს. არომატი ნახე, წვადის სუნი ხო სულ ერთი, საერთოდ არა. არა, სხვა სუნი ასდის. ხო და აი ამიტომ თან ნახე რა უნდა გააკეთო რა. ეს ბატონის ზურას რეცეპტია. ალყა არასოდეს ალყა იცი რას ნიშნავს არაბულად? აა, წრეს ალბათ. იქიდან შემოვიდა ეს სიტყვა. აბა ურაუ, ალყას ხომ არ შემოგარტყამო. ოხ, შენ დედავადიდი, ნახე ეს ტყავი დარჩა მას. ეს უნდა გააცალოს რეალებს. ხო და ვახ, ეგრა შარში ჩავიგდი ხა ხო. ხელი არ გაიჭანელა იქ. აი მოკლედ. ხოლოდ რგლებად უნდა დაჭრა რა. არანაირი ოთხკუთხედად, არანაირი ნახევარმთვარეება და ასე შემდეგ, აი ესე. ამას აქ თავისი მოამე, ეს მოდი იქით გადავალაგოთ. რა გჭირდება ჯერ ისე. მე ამას აიღებ ესე. აი ამას. და აი ამ ყველაფერს ზემოდან დააყრი. დააყრდა რომ კარამელიზაცია განიცადოს, ამას დააფარებ ზემოდან და ალოდები. სულ ნახევარი წუთი უნდა. აი ამ საქმეს და სობაში მოდი დასახოცი მომაწოდეთ. მიბოძეთ. ეს არა ვალაგოთ ეს ხახვი. ხახვი ზოგს ნედლად უყვარს, მაგრამ მე ვიძახი როგორც უნდა გამოსულიყო. ვაცადოთ ნახევარი წუთი, ავხადოთ და მე შენ გაჩვენებ და გაგასინჯებ, აი ამერად შემწვარი ხორცის უღავს. თან ამას თავის უპირატესობა იცი რა აქვს, ჩვენი რაც დარჩება. შეგიძლია შიგჩაყარო ხმელი, პური, რამე რაც გინდა. და იმ გემოს თვეან შეიწოვს. მე ზაღლებს საჭმელი. შენ ჯობი არ ჭამო, იმიტომ რომ ქოლესტერინია ცარიელი და თლად ჯანსაღი არ არის. კი ბატონო. აი ხედავ, გონება გაგიხსნა უკვე ნელა-ნელა. აიცა. ამას უყურეთ რო არ ჩაისახნას, რა ქვია. ძალიან რო არ ჩაიხსნას რა, ანუ ძალიან რო გაყუთლდეს. ჩაიშუშ. რომ მორჩება, ამოვიღებ და ხავს კიდე ცოცხალს აქეთ-იქით კიდე მივაყრი, იმიტომ რომ ზოგს უყვარს ისე. მე მაგალითად მოხრაპული ხახვიც მიყვარს, ძალიან არა უყოდ რა, ოდნავ ფერს რო იღებ და მე რა ცოცხალიც რა. თუ ორივეა ხომთად კაი, იმასაც ჭამ და მე იმასაც პატარას მიაჭამ. აჰა.
ჩემი გელობის რაჯობია სოფელში როცა ცივა. რაში ხო ტყეში ვარ ქოხში. სოფელში ხალხმა იცის რა დაждე მიახოლები სადაც გუმელი უდგიათ ესეთი. ან კარტოფილს ან ოჯახურს ან ესე ხორცი თუ აქ დაჭრიან ხოლმე უცებში ჭავენ არ არის გვინო და თელი ზამთარი რა უნდა აკეთო. ჭამე მეგობრებს დაუძახე დალიეთ და თელი ზამთარი გლეხკაცი რას აკეთებს. რაც კი მანამდე უშრომია ზამთარში ისვენებს ჭამს და პატარა სკოტრიალობს და თავს პატივსაც ცემს და ღორებს აკლავენ კეიფობენ ო რა არის მთელი ამბავი რა სოფერ ცხოვრება არის ძალიან მაგარი აჰა ეს ამბავი დამთავრებულად გამომცხადები მოიცადეთ ეს და მეცა მომეცი ეს მომაცი ახლა მანდ ეს აკიდოს ელა აკეთებდა და ესა ეგ ამიდა საერთოდ ეხო მამა შენი ვარ წესით ჩემი ნაპირალი არ უნდა გეიზღებოდეს ამ აქედან ჩავალ ასე რომ აფიდანაც ძალიან ხოდო რა ვიცი რაღაცა ჩემსავე დიდი ხანი ჯარში რო იქნე მე ისეთი რამები არ შეგიზღება დიდი ხანი არ ყოფილა ო ცოტა ხანი ხო იყავი სად იყავი სამხედრო ბანაკში ძალიან გარი პროექტი იყო სხვათა შორის საფრთხე გიტარდება ეგ სადა სერჟანტების სკოლაში არა რამოდენიმე ის აქვთ ტერიტორია აქვთ მე უშუალოდ ვიყავი იქ კოჯის ბაზაზე მაგრამ ქალაქის სერჟანტების სკოლაში იყავი ხო სერჟანტების სკოლის ის ტარდება მე მოიკითხე შენი სერჟანტები რა ვიცი ამხანაკი არა ყავდა იქა როგორ ყავდა და მაშინ ამ ვიდეოთი ჩემს მას ოცეულის მას რა ქვია მეტაურს მასტერ სერჟანტ ირაკლი ღლონს მოვიკითხავ მასტერ სერჟანტ არა უშავს მე სერჟანტი ვარ სერჟანტი შეიძლება ჯოლი განახედავს ცოტა ამგურებულა გვინდა არა უშავს როგორც იტყვიან თავისი მოიტეხებული დანა რაში ჩამოწდო რა ბატონო რა არა გვაქვს ჩანგალი და დადიეთა ამ საქმეს ტყემალი უხდება ტყემალი უხდება მოდი გადმოვიღოთ და ეს დავჭრათ წესით სხვა სიტუაციაში მთლიანად ჩაავდა ჩააფრინდი ამას კაცი მაგრამ აი შეხედეთ ასე იყოს შეგიდან უკვე თეთრი უნდა იყოს და თეთრი არის კიდევაც გადაჭრით აჰა და აი ესე გავჭრი ახლა მაინ ჯელი ხარ ჩანგლთა ჭამე მე ხელითაც შევჭამ მოკლედ მეგობრებო ჯერ გავსინჯოთ რა გამოვიდა ჯობია რო არ ჩააწვო ისე გასინჯე ხო ძალიან ნაზი მოგოიო შამპუნის წასვლა განსხვავდება კარდინალურად სუსხონერია რა ხახვის არომატიც იგზნობა თავისი ნუ ეხლა შეგიძლიათ ორი ჩააწვო თამაში აი ესეთი მდგომარეობაში და თუ ხოლეს ეს არ გეშინიათ აი ეგრე მიიღოთ მოდი ამიდი ქართულ ჯარს გაუმოჭრ ახლა ჯარზე წავიდა ლაპარაკი და გამიხანი იყავი ერთი კურსი დაამთავრე ხო რა ხო და ბედნიერი ის ადამიანი ისა სამშობლოს უძგეს გულია თუ არ გიძგეს სამშობლოს გული არც კაცი ხარ და არც ადამიანი არა ხარ რა იაპონელიც რო იყო იაპონელიც უნდა გიძგდეს გული გაუმორჩ ქართულ ჯარისკაცს გაუმორჩ სასწავლების სონა იყოს არ დაიწყებოდა იქ უნდა განათლება და იმ ხალხსაც გაგიმარჯვოთ ვისაც ჯარში წასვლა გინდათ გული გერჩით არავის ზღაპრებს არ დაუჯიოთ გაჭიროება კი არავინ არ დახპიდე გეუბნებით არ არის ადვილი ცხოვრება მაგრამ ეს ცხოვრება გაიარეთ პროფესიონალურად თუ არ გახდები ჯარისკაცები იმას მაინც ნახავთ რას ნიშნავს ჯარისკაცი და ქუჩაშიო დაინახავ გეცოდინება იმას რაც ცხოვრებაა გავლი და პატივის სცემა უფრო მეტად გაგიჩნდებათ აბა ვაშა ქართულ ჯარს
შენ გენაცვალე. სასიეთის გვირო ზამაგარი. კინოი როგორ თაფლი ეგეთია. ცოტა აღვეღურა ბოთლში, მაგრამ არა უშავს. მოდი ამითი მეგობრებო. აი ეს ხო ესეთი. მოდი ესე ვთქვი რა, ჯიგრული ტაფაზე გაკეთებული წვადიც არა, რეშემ წვარი ხორცი რა. ცხინვალში ჩემი ბავშვობის დროინდელი რეცეპტი, ცხონებული ზურა ბერუაშვილის რეცეპტით დამზადებული. ამითი გამოგებისდეთ, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.